ამ ოპერაციას მოხდებოდა და პირველი ფიზიკური კონტაქტი შენთან შევიდა გიორგი გუბეშიძის საქართველოში მოსალის ფოტოები მაქვს და ერთ-ერთი აღმოჩნდა ესე ატომი გიორგი გუბეშიძე აი ეს ლევან მაისურაძე ზარები შემოსული გუბეშიძის ტელეფონზე როგორც მან გადამამოწმა მის დაკავშირებაში ყოფნა ატომის შეშორება და ერთმანეთთან ყოველდღე კარგად ეფექტიანად შეასრულეს დავარება რაც მიცემული უნდა ეს ლევან მაისურაძე როგორც კომისარია საქართველოს უფროსი და მის სატელეფონო ზარი შედგა გუბეშიძესთან შემთხვევით ბოლო დღეების ამბების შედეგად გამოვიდა ჩემი ესე პასიური ვერსიებიდან ლევან მაისურაძის სახელდება რომელსაც კონტაქტი გუბეშიძესთან ეს ყველაფერი გახდა გიორგისთვის ცნობილი მას შემდეგ, რაც უბრალოდ ამ ადამიანის სურათებს დახედა, იმიტომ რომ მან თანამდებობები და გვარები ამ პირების არ იცოდა. შესაბამისად, როცა გაეცნო ამ სურათებს, რაც მას თან ჰქონდა, აღუდგა ნათლად ის მდგომარეობა და დაადასტურა დღესაც, რომ გიორგი გურეშიძე, რომელიც ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელია, როგორც თვითონ განმარტა, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ეჭვი არავის შეგეპაროთ, რომ აქ მოსული არც ერთი გამომძებელი არ იტყვის, რომ გურეშიძე იქ იყო და შესაბამისად გიორგიმ როგორც აღნიშნა, გურეშიძე იყო ჩხრეკის დროს, ჩხრეკის პროცესში მის უკან და გიორგი გურეშიძემ მოახდინა, ესე ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალების მის ჯიბეში მოთავსება. რაც შეეხება მეორე გვარს, გაჟღერდა მაისურაძის გვარი იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად ისიც ფლობდა გიორგის შეჩერებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებს. დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, დავკითხეთ ორი მოწმე, პირი გამომძიებელი, ვინც პატაკის ავტორი დაკითხა და ასევე პირი, ვინც ავსებდა ჩხრეკის ოლქს. იმ ჩხრეკის ოლქს, რომლის საფუძველზეც, ესე ვთქვათ, გიორგი ახობაძე იქნა დაკავებული. რაც შეეხება მეორე დაკითხულ მოწმეს, ეს არის ჩხრეკის ოლქის შემსვები და მნიშვნელოვანი რა არის? ამ მოწმემ, რომელიც ოლქს ავსებდა, ვერ გაგვცა კითხვაზე პასუხი, რა ქონდა შემაკავებელი გარემოება, შემაკავებელი ბარიერიან ფაქტორი, რომ რამოდენიმე წამი შეეყოვნებინა ჩხრეკის ოლქის შევსება და დაეწყო ვიდეო გადაღება და თავიდან ბოლომდე ეწარმოებინა გიორგი ახობაძის გადაღება. ვერც ერთ კითხვაზე მან პასუხი ვერ გასცა, ხშირ შემთხვევაში ეხმარებოდა, რა თქმა უნდა, პროკურორი და საბოლოო ჯამში ერთობლივად მიაღწიეს იმას, რომ ვერაფერს მიაღწიეს და რეალურად მივიღეთ ისეთი მოცემულობა, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ გვითხრა პოლიციელმა, რომელიც ჩხრეკის ოლქს ავსებდა, რა იყო დამაბრკოლებელი გარემოება, როცა მან პაკეტი აიღო ერთის მხრივ და ნარკოტიკული საშუალება ჩადო და დალუქა და რამდენიმე წამით შეყოვნდა ჩხრეკის ოლქის შევსებისას, რატომ არ გააკეთა იგივე და რატომ არ შეყოვნდა რამდენიმე წამით და რატომ არ ასახა საკუთარ ჯიბეში არსებულ ვიდეო მობილურ ტელეფონში, ეს ვთქვათ, ჩხრეკა ვიდეო საშუალებით, რომელიც იქნებოდა ნეიტრალური მტკიცებულება. ესეთი სახის ინფორმაცია მას არ მოუწოდებია. შესაბამისად, არანაირი მიზანი იქ მყოფი პოლიციელების საბოლოოდ დადასტურდა, არც ერთი პოლიციელების არ იყო ის, რომ მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება.